შავი ზღვის სანაპირო ეროზიასთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკების მართვა ახალი პროექტის მნიშვნელობისა და განხორციელების მექანიზმების გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა. პროექტის ფარგლებში მიმდინარე ნაპირსამაგრის სამუშაოების მონიტორინგი დაიწყება, შეფასებული რისკები და რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის მთავრობას გადაეგზავნება. პროექტის პრეზენტაციის პარალელურად დღესვე გაიმართა ტრენინგი შავი ზღვის სანაპირო ზოლის დღევანდელი მდგომარეობისა და ეროზიულ პროცესებთან ბრძოლის შესახებ. მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების რისკების მართვისა და ნაპირსამაგრის სამუშაოების თანამედროვე ეფექტური მეთოდების გაცნობის მიზნით. ხშირად ცენგურისგან დაწყებული და დინარის კალაპოტების დარეგულირება. სანაპირო ეროზიის რისკების მართვის პროექტის ფარგლებში ჩვენი ასოციაცია აწარმოებს შეხვედრას მოსახლეობასთან. ადგილზე ვაწარმოებთ მონიტორინგს და იმ რაოდენობის ჩაღრები ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას და თუ არასაკმარისი იქნება, თუ ჩვენ ასე გამოვალვით საკანონმდებლო ხარბეზებს შეიძლება ტექნიკურს და შევადგენთ ერთიანი რეკომენდაციის პაკეტს, რომელსაც წარვადგენთ შემდგომ მთავრობაში. ხალხი გაცნობიერებული იქნება რა საშიშროება შეიძლება მომავალში დაემუქრეს ამ სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას. აგრეთვე მარტო სანაპირო დინარების ნაპირების ზონაში მაცხოვრებლად საჭიროა უცებ კარიერების მოძიება და ეს კარიერი უნდა მუშაობდეს მარტო ამ ბათუმის ნაპირის დასაცავად. სემინარები მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებისათვის, რადგან შავი ზღვის სანაპიროების ზოლის დაბინძურება ძირითადად ხშირად ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ესეთი ტრენინგები, რადგან მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული. საქმეს აკეთებ